ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები აქვს ოპოზიციას. ისინი მედოვნებენ, რომ მუდმივად მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი ნაბიჯები იყო კონკრეტული მიმართულებებით არასწორი, ქვეყანა წლის ბოლოს მაინც მიიღებს დადებით პასუხს, თუმცა ამას მხოლოდ საზოგადოების დამსახურებას და გეოპოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებენ. 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ პირველადი ანგარიში 8 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს. როდესაც კითხვას ვსვამთ სტატუსზე ჩვენ რას ვფიქრობთ, ჩვენ მთავარი კითხვა დღეს სტატუს აღარ ეხება, ჩვენი მთავარი კითხვები ეხება მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას. იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ მაგალითად მოლდოვამ ჩათვალეთ, რომ ამ ნაწილში სერიოზულად გაგვასწრო და ჩვენი კითხვა არის ის, რომ ჩვენ როდის ვეწევით მათ, როდის გადავდივართ მოლაპარაკებების ეტაპზე და როდის ესე ვთქვათ აღდგება ის სტატუს quo, რომ საქართველოს იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში. ავანსად მოგცემენ კანდიდატის სტატუსს და ამოცანას, რომ ყველა ეს რეფორმა განხორციელდეს და რუსული ძალებისგან ქვეყანა განთავისუფლდეს, ამას ჩვენს ამოცანად ნამდვილად ვიტოვებთ საქართველოს მოქალაქეები. აი ეს არის რეალობა. ერთადერთი შანსი დარჩა, რომ ავანსად კეთილინება გამოიჩინოს ევროპულმა მხარემ და მოგცეს კანდიდატის სტატუსი. ეს თემა, რომ კანდიდატის სტატუსი რეალურად უკვე გადაწყვეტილი, რა თქმა უნდა, ჯერ არ არის, მაგრამ ალბათობა დიდია, რომ მოგცემენ, თავად ოპოზიციიდან მოდის და არასამთავრობო სექტორიდან მოდის. ძალიან კარგი განცხადება ჰქონდათ თავად ოპოზიციონერებს სამნიძე დეკანოიძეს, რომლებმაც თქვეს, რომ პარტნიორებმა უთხრეს, რომ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები იბრძოდნენ კანდიდატის სტატუსის აღმიცემისთვის. რაც შეეხება აპელირებას იმაზე, რა შეასრულა და რა არ შეასრულა საქართველოს გააკეთა ყველაფერი 12-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად. ეს არის ის, რასაც უნდა ამბობდეს ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შეტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე. და რაც შეეხება შეფასებებს, ასეთი შეფასება თავად ევროკომისარსაც არ გაუკეთებია, რომ საქართველოს დანარჩენი სამის გარდა არაფერი შეუსრულებია ივნისში. ივნისის შემდეგ კიდევ უამრავის რამ გაკეთდა და საქმეც ამაშია, რომ მათ არც დანახვა უნდათ გაკეთებული საქმის და ხელის შეშლის გარდა არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.